რადიო სივრცის ეთერი გახლავთ. ბატონებო და ქალბატონებო, ეს არის 98 და 5 და ეს არის გადაცემა ჯაბანას პაპანაკება. მოგესალმებით, ჩემო კარგებო, ჩემო ლამაზებო, ჩემო მშვენიერო, მსვენელებო და დღეს მე მყავს არაჩვეულებრივი სტუმარი, ჩემი მეგობარი, ვისაც ვამაყობ, ასე ვთქვათ, ჩემო ბატონო, ესეთი მეგობრებით, რომლებიც უკანასკნელი მოხიკანები არიან დღეს უკვე თბილისში, მოგეხმარებათ, ნამდვილი თბილისელები, ინტელექტუალები, ინტელიგენტები და არისტოკრატები კიდე ეს არის მთავარი, რომელიც ჩემო ბატონო დღეს არ არის ამაზე არისტოკრატებზე აღარ ვლაპარაკობთ ბევრს, მაგრამ ჩვენ მყავდა და დღესაც მყავს ეგეთი არისტოკრატი ერთი და როგორ მოგახსენეთ თან ისეთი ახლა რეგალიები მისი ახლა როგორ ჩამოვყვე რა გითხრათ ახლა ისეთი ექიმია ჯერ ეს ერთი რო ექიმია თავისთავად ცხადია მაგრამ დამთავრებული კომაროვი ჩემ დროს რო იტყოდნენ რომ კომაროვზე არც ფიქრობდნენ ადამიანები რომ მისულიყვნენ და იქ ესწავდა თუ არ იყვნენ რაღაცა უნიკალური ნიჭის პატრონები ეს გახლავთ ჩემო ბატონო მერაბ ვაჩნაძე არაჩვეულებრივი ადამიანი ჯერ გვარი ვაჩნაძე ჩემო ბატონო მე ბებიებს და ბაბუებს და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრებთ ხა ამ გადაცემაში და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო გამოვა ჩვენი საუბარი რა და თქვენს გაინტერესებთ და დარჩით ჩვენთან და მოგვისმინეთ ჩემო ბატონო და იყავით ჩვენთან დაგვიმეგობრდით YouTube-ზე Facebook-ზე და იყავით ჩვენთან ერთად ნუცახვალ ჩვენგან შორს მერაბ გამარჯობა გენაცვალოთ ჩემი თავი ძალიან მიყვარხარ დიდი პატივია ჩემთვის შენი სტუმრობა ძალიან მიხარია ჩემო კარგ ადამიანო და აი რა გითხრა როგორც უნდა დავიწყოთ ალბათ ის ყოველთვის ისე ვიწყებთ ეხლა როგორც დაიწყე ცხოვრება ადამიანმა ბავშვობიდან იწყება ყველაფერი და მინდა გითხრა რომ რაღაცა ძალიან საინტერესო ბავშვობა გექნებოდა შენ ეხლა აზია ლაპარაკი ეხლა შენი ბებია იყო ნატო ვაჩნაძე ბაბუა იყო მერაბ ვაჩნაძე ეს ეგრე არა ნატო ეხლა უბრალოდ გასაგებია რომ ახლა ვარსკვლავი იყო ახლა მაშინ ძელი არა მარტო ნახევარი მსოფლიოსი მაშინ იყო ნახევარი მსოფლიოს ვარსკვლავი იყო მაშინ მთელი ქვეყანა კი არ იყო ჩვენი ქვეყანა იყო ეგერ ვლადივოსტოკიდან დაწყებული დავთავრებული აგერ მოსკოვამდე და ნუ დიდი იყო ეს ქვეყანა და იყო საოცარი უნიჭიერესი ქალბატონი ულამაზესი ქალბატონი და იყო შენი ბებია მაგრამ რას შეეხება მერაბ ვაჩნაძეს მე იმდენი რამე მსმენია რომ მე რო გითხრა რომ ეხლა ნაკლებად ღირებულია საქართველოსთვის ეს ადამიანი ნამდვილად ვერ ვიწვი რა და მინდა დავიწყოთ აი შენი რა გახსოვს შვილიშვილობა მისი ბაბუები შენი მე თენგიზ მამაც ბატონი თენგიზის გავიხსენოთ ჩემო ბატონო ვინ იყო როგორ რასაკეთებდნენ და ესე დილდელო მივყვეთ ჩემო ბატონო აი ბავშვობა როგორი ქონდა რა სად აი როგორ დაიწყო ბავშვობა მქონდა პაპა გოდიში ბაბუა არა პაპა კახეთია თო ისი რა მე ვერ მოვესწარი ვერც მერაბს ვერც ნატას ნუ რა თქმა უნდა 41 წლის გადაასახლეს 38-ში გადაასახლეს 44 წლის ასაკში და ნატა გარდაიცვალა 53-ში თავის დაბადების დღეს ძალიან მისტიური ბერი ამაზე ვილაპარაკოთ რა კი ბატონო მე მოვყვები როგორ გაცვალა ბილეთი და მოკლედ ისტორია იყო ხო ეგ ბაგაჟი ჯერ აქეთ ვიყოთ ის კარგად დაიწყე ესე იგი სწავლობდი 51 საშუალო სკოლაში ეხლა საჯარო სკოლა ქვია კი ბატონო მე გადავედი კომაროვში სხვა შეიძლება მისაღები გამოცდები იყო კომაროვში ისე არიღებდნენ ხო, რომელ კლასში იყო ეს ამბავი? მერვე, მეცხრე, მეათე. აუ, რა გისწავლია, ესე იგი მანამდე კომაროვში ჩაბარებაცადე რა. და მაშინ რა იყო? ეხლა რა არის? ეხლაც რას ლაპარაკობ? ჩვენი იყო მეორე გამოშვება, აი კომაროვი რო გაიხსნა. მეორე იყო ჩვენი. მე პირველ წელს სხვები იყვნენ და მიშა მანია, ვიღაცები მოკლედ. და მეორე იყო ჩვენი გამოშვება. ვეკუაში ვერ მოვაწყე შვილიშვილი ეხლა თან მათემატიკოსები იქითა ბებია და ბაბუა მათემატიკოსები იყო და ვეკუაში ვერ აი გამოცდებია ძალიან სერიოზული ვეკუაში და კომაროვში არც მიფიქრია როგორ გეკადრება რა და ჩააბარე კომაროვში ჩააბარე 3 წელი ვისწავლე დავამთავრე ხო სხვადასხვა მაშინ იყო დირექტორი ცოტა მკაცრი დირექტორი იყო და ხელწერილი დაგვაწერინა რომ ყველა უნდა ჩაგვებარებოდნენ მათემატიკურზე მე არ დავწერე რა თქმა უნდა და მოვთხარი მე ვაბარებ სამედიცინოზე ხარ. მოკლედ არაფერი არ მითხრეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ალმოცერად მიყურებდე, ესე შევაბარე სამედიცინოზე. მანამდე 13 წლის ვიყავი ჯერ კიდევ მე მგონი 51 სკოლაში ვიყავი არტეკში. აჰა, არტეკში. ეს არტეკი ცნობილი ის იყო. არტეკი იყო ყირიმში. პიონერთა ბანაკი ხო? პიონერთა ბანაკი ძალიან ცნობილი გამორჩეული ბავშვებისთვის. და იქ გავიცანი
მამუკას ალუქვაზე და მაგის ხსოვნა იყოს ღმერთმა. ისე მოხდა რომ ჩვენ გავაკეთეთ ტრიო. მე მამუკამ და პატა ბურჯულაძე. საოცარი ტრიოა, კი. ხო და ნუ იქ რაღაც კონკურსში მონაწილეობა მივიღეთ და რაღაცები გავაკეთეთ და რაღაც. პირველს ალბათ ამღეროდა პირველს მე მღეროდი, მამუკა მღეროდა მეორეს და პატა მღეროდა ბანს. რატომ ხან არასწორად. არასწორად და მამუკას ჰქონდა კონფლიქტები. ეხლა მამუკას კონფლიქტი ჰქონდა, იმიტომ რომ მამუკა იყო ინულა გურგუნიას შვილი. რა თქმა უნდა. სმენა ჰქონდა ფანტასტიკური. ოშე საოცარი საოცარი პიროვნება, მე ცალკე მაგაზეც საოცარი პიროვნება. მე ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში. ეხლა ქვია უნივერსიტეტი და მაგრამ იყო ინსტიტუტი. კი ბატონო, ჩვენ დროს. ესე იგი რომ დავითვალე, მე ვისწავლე 12 წელი ფაქტიურად, იმიტომ რომ ესე იგი ინსტიტუტის მე-7 წელი იყო ინტერნატურა, ეხლა სხვანაირად ნაწილდება ეს ყველაფერი. მე 2 წელი ორდინატურა და მე 3 წელი ასპირანტურა. ესე იგი ეხლა ქვია დოქტორანტურა, ნუ ეს სხვანაირი ის არის. უნერად გადალაგდა. ხო, მე ნუ კლინიკაში მუშაობდი, ერთ პერიოდი მთავარი ექიმიც კი ვიყავი ერთი კლინიკის. ინვალიდების და ვეტერანების კლინიკის მთავარი ექიმი ვიყავი. რა განხრით იყავის? ნევროლოგიაში. ნევროლოგიაში, მაშინ ქალბატონი თამარა ღლონტი იყო, კათედრის გამგე, საოცარი ქალი იყო. და თამარა რო გარდაიცვალა, მე იყო ცოტნე ჩხიკვიშვილი. საოცარი კაცი იყო ცოტნე. ხა მაგის შვილთან მეგობრობ შაკოსთან. სულ რაღაცას იმუშება რომ ჩამოდის თვითონ სხვაგან უკვე ქალაქგარეთ ცხოვრობს და სულ მეპატიჟება სადღაც და მეჩხუბება რომ რატო არ ჩამოდიხარ. და რატო არ მოხდა ესე რომ სამსახი შენგელაიები, ძმები, ბიძები. ხო. წარმოვიდგინე ხა, ნუ ნატო ვაჩნაძე. კაი ბერა ვაჩნაძე პაპაზეც მინდა რომ გავჩერდეთ. ხო, აი რატო ექიმი? სხვათა შორის მე ადრე მოვყვები, მაგრამ მაინც მოვყვები კიდე ერთხელ. გამოვყვები. ესე იგი მესამე კურსზე ვიყავი, როცა ელდარი იღებდა შერეკილებს. და პავილიონში ქონა გადაღება, მაშინ ბუხარში და რაღაც ეპიზოდები. კი, კი ბატონო. ხო და დავდიოდი გადაღებებზე, ხო და თხოვე ელდას, მაშინ ელდარმა აიყვანა ჯგუფი. ოთარ ლითანიშვილი, ოთარ შამათავა, მამუკა მიდიაშვილის ჯგუფი. თითო სინსაძე. ხო და თხოვე რომ გადმოვა. ლოღოშა, და გადმოვა თქო. ლევანერის თავი. ხო არ გაგიჟდია მეთქე. ერთი ექიმი ამდენს ადამიანს ჩვენ ნაცსაობაში ერთი ექიმი ხომ უნდა ყავდეს. აუცილებლად და მაგრამ მე შენ უნდა იყო. უარი მითხე საშინ ისეთი. აჰა, არა, უნდა გაგიჟდეს. არა, უნდა დააკაიქნას გუშორის. და პაპა არ დავტოვოთ ისე რა, პაპა ბერა ბუაჩნაძე. ეს მე მინდა რომ თუ შეიძლება ბიჭებს თხოვო რომ გავუშვით ერთი რა, ჭაბუა მირეჯიბი რას ამბობს შეუბადო. ჯერ ფოტო ვნახოთ, ბატონ მერაბის აგერ არის, შეგიძლია შეხედოთ შეუბადო. ხო. ეს პატარაა. ნატასთან ერთად შეუბადო. და გასაგებია. და ჭაბუასთან, ჭაბუა თვითონ. ჭაბუას მას გავუშვებთ, თუ გავუშვებთ კაცი, ვიცი. და გვავალებთ, აი. ერთი ფრიად საინტერესო კაცია. ეს კაცი არის მოусმინო და მერაბ ვაჩნაძე. აი. ნატა ანდრონიკაშვილის ვაჩნაძის მეუღლე. ეს მიამბობე იგორ იოსიფოვიჩ დამბროვსკიმ, ცნობილმა რუსმა მწერალმაც გარდაცვლილმა. ყოფილან ერთად იყო კრესტი ერქვა ასეთი ლაგერი ტუნდრაში უელენზე, ანადირზე, ზეით იქ ჩუკოტკაზე. და ორივენი იყვნენ ინვალიდების ბრიგადაში. გაიყვანეს ერთხელ ეს ინვალიდების ბრიგადა ხავსის საჭერად, ხავს ამზადებდნენ ძელური სახლების ასაშენებლად. ამოვარდა საშინელი პურგადა, რა თქმა უნდა, ბადრაგმა მოხსნა ბრიგადა სამუშაოდან და გამოსციეს ბანაკისაკენ. აებნად გზა დაიწყეს ბროდიალი ამ პურგაში, ამ ყინვაში, ამ უბედურობაში და თქვენ წარმოგიდგენთ, პატიმრებიდან ბევრი არავინ ისე არ დაზარალებულა, მაგრამ
ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი იყო სალდათი და დაეცა კაცვის. ახლა მაგათი მისი ამ ბადრაგის წესების მიხედვით ასეა რომ უნდა იარაღი დატოვონ, ესა აყარონ ამ დაცემულს, ესე იგი გაყინულს და წაიყვან და ეს უნდა დატოვონ და მერე მოვლენ და წაიყვანენ. ასე დაუპირეს და მერე მოუთხა ვაჭრაზე მე წამოვიღებ. აი კიდე კაცო მერე ეს პატარა ბიჭი, ეს სალდათი. ათრია რამდენი საათი იბროდიალეს, იქ რამდენი 3-4 პატიმარი გაიყინა მოკვდა. ნუ როგორც იქნა ეს ფოლგა ჩაცხარა ცოტა და უკვე შესაძლებლობა გამოჩნდა გზის გაკვლევის. მიიყვანეს და ეს ბიჭი რაღაცა მოეყინა ერთი მეორე უმკურნალეს და გადარჩა და საწყალ მერაბს მოეყინა ფეხები. მისთავეს ამპუტაცია ფეხების არაფრის გულისთვის არ დათანხმდა. მოვიდა განგრენა და მოკვდა. აი ასე დაიღუპა მერაბ ვაჩნაძე, ცნობილი ქართველი ინტელიგენტი, უკეთილშობილესი პიროვნება. აი, ესეთი ისტორიაა და და აი შენ ყვები ქორწილში ყოფილ ხარ სადღაც ამასთან დაკავშირებით იმ ამბავს. მამუკა სალუქვაძის ქორწილში, ხო? და ჭაბუა იყო თამადა. და ესე იგი წასულების სადღირზელო დალია მერაბ ვაჩნაძის თამადობის. და ეს ამბავი მოყვა. თქვენ ახალგაზრდები ხართ? ხო, 23-24 წლის და რო დაამთავრა, ნუ რავლიეთს უყურე და მე მივედი ჭაბუასთან და მე მერაბ ვაჩნაძე ვარ მეთქი. და იმისი რა ხარო, მე თქვენ ის პაპა იყო, ჩემი თქო და უსინი ისე იყო, გადამეხვია და ცრემლები წამოვიდა. თან თვითონ ნანახი კი არ ყავდა, მაგრამ გაგონილი ქონდა ისეთი რაღაცეები, რომ ვიღაცა გვარი დამბროვსკისთან ერთად მერე იჯდა. ხო. ესე იგი დამბროვსკი იჯდა მერაბთან ერთად, ეს ამბავი მოუყვა მერე ჭაბუას. აჰა. დამბროვსკი 27 წელი იჯდა, მერე დისიდენტი გახდა კანადაში ცხოვრობდა. ხო, ნუ აი იმის მოყოლიდან იცის ეგ ამბავი. იმის მოყოლიდან იცის, ხო. ეგეთი ბაბუა ყავდა, შეუბადო. საოცარი ადამიანია. დოდობაში ეძახდა რომ როგორ მიყვარდაო მერაბის ჩახუტება, იმიტომ რომ დიდი მკერდი ქონდაო და მიხუტებდა ხოლმეო და გადასარევი იყო, მომწონდა. და ეხლა დაწაზე თქვა ერთი-ორი სიტყვით, იმიტომ რომ მე რაღაცა ყოველთვის მეცმეჩვენება, შენ შეიძლება ამასთან დაკავშირებით გაქრო, ნატას გარდაცვალების ამბავი, ვაჩნაძის იყო რაღაც ესეთი ბოლომდე რო გვარი ვაჩნაძე ატარა, გამარხე წარმოვიდგინე რა, უკვე როგორი ეხლა რა მე ხმარი ყავდა კოლია შენგელაია და აგერ ორი ბიჭი გააჩინა, ვაჩნაძე გვარი ატარა ბოლომდე ადამიანმა ესე ნუ ეხლა თავისთავად უკვე რაღაცაზე ლაპარაკობს თავისთავადია და მე კიდე რაღაც მისტიკური გარდაცვალება, აი რაღაცნაირად მეჩვენება რომ აი ამასთან დაკავშირებით ხარ გვეტყვი ერთ-ორ სიტყვას. კოლე გარდაიცვალა 41 თუ 42 წელს. საკმაოდ ახალგაზრდა იყო. და მე ძალიან შეყვარებული იყო ნატაში, ანატოლი კაჭარავა იყო ეგეთი, კაპიტანი იყო. ნატაში შეყვარებული იყო და საქართველოს. ბოლოს მამაჩემს კითხა ნატამ, რომ მე რო გავთხოვდეო და გაყვა სოლოდ ანატოლი კაჭარავას. ეს იყო სადღაც მე მგონი 51 წელი თუ 50 რაღაც დაახლოებით მაგ დროს. რაღაცა პრობლემა ქონდა ამ ანატოლის მოსკოვში შავიდა ნატა და ნუ რაღაც საქმე ჩაუწყო ასე ვთქვათ. მაშინ ისე იყო რომ ესე იგი მამაჩემიც მოსკოვში სწავლობდა, ასპირანტურაში იყო და ელდარი სწავლობდა გიგში. თემიკო ჩირგაძე ექიმი იყო და განაწილებული იყო კოჟე დუბ იყო ეგეთი ავიაციის საოცრება. საოცარი ადამიანიც იყო ისეთი იყო განაწილებული. იმასთან იქ მუშაობდა ექიმად. და ესენი ძალიან ხშირად ჩადიოდნენ ეს პადმოსკოვში. კოჟე დუბში. არა, პადმოსკოვიაში. ჩადიოდნენ საკეიფოთ, ნო? ალი კეიფები. ხო და ნატამ დაუბარა, მაშინ ნატა იყო ჩამოსული მოსკოვში და დაუბარა ელდარს, შენ თუ არ მოხვალ აეროპორტშიო, ჩემ გასაცილებლად, მე არ გაფრინდები. ეს ელდარმა მომიყვა მე. და ელდარს ძალიან უყვარს ძილი, ხო
დღე ვიძებს ხოლმე სადღაც, მოკლედ დილის 5 საათზე გამეღვიძავ, რატო არ ვიციო. პირველი ელექტრიშკაც რაღაც მატარებელი მოდიოდა იქიდან 6 საათზე გამეღვიძა სასწრაფო ჩავხდი მატარებელში, მოვასწარიო. მე და არ მოესწრო, ხო? თან ნატას დაბადების დღე იყო და გიორგი შენგელაია იყო თბილისში. იყო 16 თუ 17 წლის. 16-ის გამოდის, ხო 16 წლის. და უნდა და მოესწრო თავის დაბადების დღეზე, მაშინ 2 რეისი დაფრინავდა. და პირდაპირ რიგში მიადგა ვიღაცას და უთხრა რომ მე ნატავაშინაზე ვარ. ნუ ეხლა მე თქვა რომ როგორ არა ვიცით. დღეს ჩემი დაბადების დღეა და გამიცვალეთ ბილეთიო და გავუცვალა. ის გადარჩა. აუ წარმოიდგინე რა. თან თვითმფრინავი არის ჩამოვარდნილი რაღაცა ობუჩი. ხო, აი კოლე შენგელაის სოფელში. კოლია შენგელაის სოფელში რაღაცა. ეხლა რამდენად მართალია არ ვიცი, მეერაბმა მომიყვა ანდრონიკაშვილმა რომ მაგას ჰქონდა მაშინ ილ 14 დაფრინავდა. და ორი პასატკა ჰქონდა ასე ვთქვათ. მეორე იყო დნეპროპეტროვსკში და უკვე გაფრენაზე უარი უთხრეს, იმიტომ რომ თბილისის საქართველოს თავზე იყო რაღაც ის გრაზაბოი ფრონტ ასე ვთქვათ. და ეს პილოტები ქართული ჯგუფი იყო. დასხდნენ საკეიფოთ, ნუ ეხლა იფიქრის მაინც არ მიფრინავდა და მარტო მოვიდა. და უთხრა რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა და ჯიგიტება დადგეს თალიეს და თქვა ისე რა გავაკეთოთ და გავფრინდეთ და გაფრინდეთ ჩამოვარდა სამეგრელოს თავს მაშინ ვერ კრეფდა სიმაღლეს 4000-ზე ზემოთ ვერ ადიოდა ამიტომ ესე იგი კავკასიონზე ვერ გადმოდიოდა და შემოდიოდა ფოთიდან ფოთი არ შემოვიდა მე მაშინ გრაზოვოი ფრონტ ქვია მაგას იქ მოხვდა და ჩამოვარდა იქ აუ ამბავი იყო ბებია 42 კაცი იჯდა მე მგონი თვითმფრინავში მერაბ თევზაძეს თუ ის და მერაბის ბაბუაც იყო მანდ ერთად დაიღუპნენ ისინი უირას ლაპარაკ არ ვიცოდი და ამოიცნო კოლე შენგელაიას დამ ლოლე შენგელაიამ რომელიც იყო სალომე ყანჩელის დედა იმან ამოიცნო რაღაც ბრასლეტი და ბეჭდით იმიტომ რომ იქ ისეთი ამბავი იყო რომ იქ ვერ გაარკვევდი საერთოდ დედაში ეს იყო 53 წლის 14 ივნისს თავის დაბადების დღეზე 59 წლის გახდა იმ დღეს გახდა 59 წლის აბა ხო რა გითხრა ხო მაგრამ ხო მუსიკაზე მაინტერესებს ახლა აი მუსიკის ამბავი შეცხოვრებაში როგორ წამოვიდა და თან დამთავრებული გაგვიცი 7 კლასი 7 წელი მუსიკა ფორტეპიანო და ეს საიდან წამოვიდა რატო ვინ არა ნუ ჯერეთი მაშინ ისეთი კარგი იყო რომ გესავლა და რაღაც ის მე აი არტეგიდან რომ ჩამოვედით და მამუკასთან დავიწყე მეგობრობა ინოლასთან მოვხდი ასე ვთქვათ და ეხლა ინოლას სიმღერა რომ არ მოგეწონოს ხო შანსი არ არის. როგორ ხალხი. მე ინონო რო უკრავდა უყურებდი მე აკორდებს და ნელ-ნელა დავიწყე სწავლა იმ აკორდების. აჰა. არა ნუ ეს იყო სხვანაირი ხალი იყო რა. ინონო 47 წლის იყო რა ბეისო. მე არა მე ამ მქონდა ბედნიერება. საოცრება იყო. ეხლა რა მახსოვს იცი? ხანდახან იყო ხოლმე რომ ნუ მეგობრები დავждდებოდით რაღაც კეიფობდით და ხო ესე უკვე გადამთრალი რო ხარ რაღაცა უკვე ნუ დაიშალო რაღაცა ამდენს მოდის ინო და სადღაც წასული იყო საკეიფოთ თავის ხმართან ერთად და მოდის იღებს გიტარას ხელში და ნუ იყვე დილამდე ვიჯექი და უსმენდით რა და ბამბუკას ხალხური რა იყო ჩემი მეგობარი ძალიან მიყვარდა ნუ შენი ახლა თავის დავაცხადია აგერ ბავშვობიდან სულ რაღაც რომ ეკლასში იყავით არტექში რო იყავით მე 7 ხო და იქიდან მოყოლებული არა მე მოგვიანებით ის კი არა გეუბნებოდი სანამ შემოვიდოდით რომ კროს შოუც კი გავაკეთეთ მამუკა იყო მამუკას მოფიქრებული იყო და მე ვიყავი წამყვანი 91-12 წელს ეგ არც ვიცი საწავით რა გონგი ხელში მეჭირე გონგის ის რა ქვია და გონგით ვიყავი მახსოვს და რაღაც ისეთი კარგი ვარიანტი არისო არვენ არის შოუები მაშინ ჯერ კიდე რა და ძალიან მაინტერესებს საოცარი ადამიანი იყო დაუდგინეს ფაქტიურად დაუდგინეს სიმსივნე ფილტვის ინოლოს ფილტვის სიმსივნით გარდაიცვალა და ინოლოს დედაც ნუ გენეტიკური ხო და დაუდგინეს სიმსივნე და მე ნუ გერმანიაში იყო მე რუსეთში იყო მე რაღაცა მაგრამ ნუ წავიდა მაინც პროცესი ძალიან აგრესიულად და მე ვიშოვე ჩვენი მეგობარია ერთი მიშა მინდაძე მაშინ
რაღაც არასამთავრობო ორგანიზაცია ქონდა, წამლები ჩამოქონდა. წამლები კი არა, იყო ალსალვიამინე რქვა, ეს ამინომჟავების კომპლექტი იყო. და სითხე იყო ლიტრიანი, რომელიც უნდა გადაგესხა. დღეში ერთხელ. ეხლა 5 საათი გრძელდებოდა ეს გადასხმა. ეხლა მე უყენებდი სისტემას და მე უნდა მომეხსნა და ეხლა არ მივდიოდი და ვიჯექით და ლაპარაკობდი. ესე იგი, ხო ცნობილია რომ ადამიანი თავის ტვინის რაღაც 3%-ს იყენებს მარტო. აი მამუკა იმ პერიოდში, როცა უკვე იცოდა რომ ძალიან ცუდად იყო, მე მგონი მობილიზაცია გავუკეთა თავის ტვინს, იმიტომ რომ ისეთ რაღაცებზე მელაპარაკებოდა. ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური რაღაც თემები ქონდა ისეთი რომ მე ისე მიკვირდა ეხლა ისეთი ბოგემური ცხოვრებით სულ ეგეთი გიტარი და რაღაც კარიტაში და უცებ ძალიან სერიოზულ კარგ რაღაცებზე ლაპარაკობდა და თან უამრავი რაღაცები დაწერა აი იმ პერიოდში როცა იცოდა რომ ფაქტიურად კვდებოდა რა საოცარი ადამიანი. პირველად მაგან მომკი ლიტერატურული მაშინ მივედი საზოგადოებრივ არხზე, მაშინ იყო ერთი ტელევიზია მქონდა რა საზოგადოებრივი და მეტი არც იყო და რომ მივედი ვიყავი რეჟისორის თანაშემწე 17 წლის. სკოლა დავამთავრე და ტელევიზიაში მაშინ მოხვედი რა მომაწყვეს და ლიტერატურულ რედაქციაში მოვხვდი და შევედი და მამუკა საუბარზე ზის 20 მე ვიყავი 17 წლის და იყო ალბათ და 25-ის 20 ესე რა დაახლოებით და საოცარი ხალხი სოსო პაიჭაძე ძალიან კარგი ხალხი ლია დავლიანიძე ერთი საოცარი საზოგადოება და იმავე საღამოს მოვკიდა ხელი და წამიყვანა მახსოვს ჩხეიძის ქუჩაზე ბარჯანიშვილის თეატრის გვერდზე დადიანების ოჯახში კოკი დადიანის და იმათ ოჯახში მახსოვს და იქ იყო სუფრასთან ნახე ჩვენბენკის ბიჭი ვარ და უცებ ხედავ არიან ვარაზი რურუა ვახორ მხატვარი საოცარი ხალხი დედაბრიშვილი ბადურა ბალარჯიშვილი ჩაუბატონო საოცარი ხალხი რა როგორ გითხრა რა ისეთი ადამიანები რომ საოცარი სახლი იყო დავიკარგე და მაშინ ხრუშოვკაში ვიყავი გაზდილი რაღაცა 6 თუ 7 ოთახი რაღაცა უზარმაზარი სახლი იყო დაიკარგებოდი ერთხელ ვიქეიფეთ წამოვედი მე სახლში და მირეკავს მაშინ მობილური ხარ იყო მირეკავს გურჩინა ხო გურჩინა კი გაგებია მე ვთქვი როგორ სახლში დავტოვე ხო ვერ ნახეო ესე იგი მე იარა რომელიღაც ოთახში თურმე ეძინა რა იპოვა მე დამერეკა ვიპოვე ხო ბახი ნაცო გურჩინა დადიანი ვახ ეს აროჩებული ხალბატონი იყო საოცარი ჰუმორით რა შაქარიშვილი იყო საოცარი ხალი იყო საოცარი რა ჩემო კარგო რა მინდა ეხლა რა გადავედი თამასთან დაკავშირებით ეხლა ინსტიტუტში ჩააბარე დაამთავრე ინსტიტუტიც ხო შეუულებრივად ეხლა მაგრამ ეხლა ეს მაინც იდოლადან მოდის შეიძლება გიტარის ხელში მხარი და ნუ რაღაც სიმღერა და რაღაცა იდოლასთან დაკავშირებულია მაინც ეს ამბავი ხო და ბაქიდან წამოვიდა და თელი ახალგაზრდობა სკოლა ერთად გაიარე ჩემ და მამუკამ თუ როგორ იყო არა მამუკა პატარა იყო ჩემზე 1 წლით იცი რა იყო მე რაღაც ნუ მე ისე მოხდა რომ სუფრასთან ყოველთვის მღეროდით მე მამუკა ზაზა მიქაშავიძე და კოკი დადიანი ну სამწუხაროდ არც მამუკა და არც ზაზა არ არის მე და კოკი შევჭით ახლა ერთმანეთს და ორი ხმაღა დავრჩით რა მოვიკითხოთ კოკი აბა ბენდიერება და ჯანმრთელობა უსურვოთ ყველაფერი ერთ პატარა ვიდეოს განახებთ ახლა ჩვენ თუ შეიძლება და ამის დამიხედვით შეიძლება მე გაგვიგზელოს შენ საუბარი აბა განახეთ ბიჭო გადის ფიქრებში მელანადები მხოლოდ შენ ოროდის ვიქნები ზღაცი აცერთად თითქოს მიღვარ ხარო ჯურჯული ქენიეშნების ამბავი თბილისში შევიტყვე თავად სარაჯიშვილებთან გახდით სტუმრად ანეკდოტა წყვებოდა მისი უმაღლესობის ადიუტანტი სამწუხაროდ თქვენს და მისი უმაღლესობის ადიუტანტის განწყობილებას არ იზიარებს ჩემი უფროსი თავადი ბარათოვი მართალია თავადო რომ ღვინოსთან ერთად წვადებსაც გიტოვებენ ხოლმე დიახ და არც თუ ურიკოს მაგრამ ეგ არის რომ ერთ ერთხელ დროზე ვერ მეუსარი და მწვადი ცოტა ცივი ყდება ხოლმე 86 გიორგი რო იღებდა ხარება და გოგიას გადაწყვიტა რომ ეს ნატასახლია ხო ანდრონიკანტ ბურჯან კი ბატონო ბურჯანში იქ ეხლა სახლ-მუზეუმია სახლ-მუზეუმია და გადაწყვიტა რომ
მართლა თავადები შეკრიბოს. აქ უყველა თავადია თითქმის. ლალი ანდრონიკაშვილი, ბიჭიკო ანდრონიკაშვილი, გოგი ჯავახიშვილი, თემურ ჯორჯაძე, მერაბ ანდრონიკაშვილი, მე. კი ბატონო. და რა მოხდა, იცით რომ შემოდის ხო? ხო და რა მოხდა რომ გადაღება იყო ნოემბრის ბოლოს. საკმაოდ ციოდა რა მოკლედ რა. ჩვენ აივანზე უნდა გადაღება გქონოდა. და რეჟისორის ასისტენტები მაშინ მეორე რეჟისორის ითვლებოდნენ. იყო ერეკლე ბადურაშვილი და გია შერვიკა. გამოასხადეს კონკურსი. ბავშვები რომ მოდიან ხო, ხეც ბავშვები. მოდიან იქ იმასთან გადაღებაზე საყურებლად და ამან დაუბარა რომ ისა რომელი უკეთეს არახს მოვიტანთ. რომელი უკეთეს არახს მოვიტანთ. ხო და ნუ ჩვენ გათფობის მიზნით ცოტა სვავდით, მაგრამ მე და მერაბ შევყევით და საკმაოდ ბევრი გამოგვივიდა. ხო. მე ეხლა წესი როგორია, სიმღერა უნდა დაიდოს და მე უნდა აყვეს შენ გადაღების პერიოდში რომ გახმოვანებას არ გაუჭირდეს რა. საერთოდ ნუ ის სპიდაპი ხო სინქრონად არ იწერებოდა რა თქმა უნდა მე ცალკე გახმოვანება იყო რა თქმა უნდა სტუდიაში. რა სიმღერებთო გიორგი? უცებ მერაბმა ეს სიმღერა იმას ქნა რა გაიხსენა. ნუ არაფერი ვიმღერეთ იქ რაღაცასო და ნამთრალები ვართ რა ფაქტიურად რა ვიმღერეთ რა წამოვედით და მორჩა გადაღება 6 დღე იყო იქ გადაღება და რაღაც 1 2 3 თვის მერე შერვიკა მირეკავს გია შერვაშიძე რომ გახმოვანებაზე გიბარებსო გიორგიო. ოღონდ გიტარა წამოიღო. წავედით ისე მოვიდა მერაბი თავის გიტარის მე ჩემი გიტარით. გახმოვანების დარბაზში ხან ამყოფი ხარ დიდი დარბაზი კი როგორ არა ეკრანი რომ მიდის კალცო რაღაც ერთი კალცო და პადა თავიდან იწყებს და მეორდება ნაჭრებია და ახმოვანებ წვალება დიდი და გიორგი ის მერაბს ზიოთ მერაბს გიტარა უჭირავს და ვერ ჩავჯექით რა ის მე მონტაჟე იზახის რომ ნისინქრონია ხო არაჯდება ნუ სნაიპერები ვერ აჯდებოდნენ იყო პერიოდი ხო და რა დაგემართა თქვენი ნამღერი არ არისო და მიხვდა შერვიკას დაუსახა მოიტანე რამე დასალები ხო ესენი ფხიზლები ვერ მღერიან ეთყობა და დავლეს მე და მერაბო პირველივე ჯერზე ჩავწერეთ ეგრევე რა ხო და ეგ არ გამითვალისწინებია ეხა შენ რომ გიჭის ფხიზელი დალევა და ხო არ შეგიძლია ეგ წაგვიმღერო ხო არ შეგიძლია ერთი რამე აი მაგი ეგ ეგრე თუ შეგიძლია ის ხო ცოტა ის უთხარი ბზია გავგურულდეს ნუ მითხრა ადამიანი ნუ ვეთქვიო თითქოს მიხარხარო ჩურჩური და მითხარი ეს იყო ოცნება ეს იყო სიზმარი ეს იყო ოცნება ეს იყო დროგადის ფიქრებში მელანდები მხოლოდ შენ თუ ერთად ვიქნები ცხადშიაც ნეტავჩე თითქოს მივარხარო ჩურჩული ვიხარი ეს იყო ოცნება ეს იყო ჯერაცვალე დიდი მადლობა გაიხარე მერაბ ხა შენ ოჯახთან დაკავშირებით ეხა ახალგაზრდობიდან ეხა იყო ნუ როგორი სტუმრიანობა და რა სტუმრიანობა ჩვენთან ესე არ იყო რა მაშინ სტუმრობა თამადობა სუფრის საყვანარი თათალკე ხელოვნება იყო ეხა გახსოვს ჩიგაძე გახსოვს ეხა თამადა როგორც მითხარი ის კი არა თამაზბილი ავასაც იცნობდი ხო აუ მე არ ვიცნობდი ეგ საოცარი ადამიანია მოსკოვში ერთად ცხოვრობდნენ ულიჭერის კაცი ეს საოცრება ეგეც რა ესე იგი მამაჩემი სულ ვიძახდა რომ აი როდის ასწრებს ამდენი რაღაც წაკითხოს ვერ გავიგო დილით რო დგებოდა 3 საათი თუ 2 საათი იწვა აბაზანაში რაღაცებს ისხავდა რაღაცებს იძახდა რაღაც მერე მიდიოდნენ საკეიფოთა როდის ასწრებდა რომ უზომოდ განათლებული იყო თამაზი საოცრება იმიტომ მე რა მახსოვს იცი რა მომიყვა ვიღა მოსკოვშიო ვიღაც ვიეტნამელებს დაუჯდა ერთი ბოთლი კონიაკით მივიდაო და ხოშიმინზე იმდენი რამე ელაპარაკა ვიეტნამელებს რა
რომ გაგიჟდეთ იმათවත් რომ ერთი იაშიკი კონიაკი მოიტანეს და დათეს. მაგას სულ ქონდა ჯიბეში ხო ერთი ბოთლი მიხაილ რომ ხო არის? გედიოსი დოკუმენტალისტი. ამას ეძახდა თამასკანიაკ. მიხაილ რომ თამასკანიაკი გენიალური ფილმი ლონდრე ხა საოცრებო გადაღებაზე დავდიოდი მაშინ. უნდა ხალხი ვიქნები. თამადებს რაც შეეხება ეხლა მე გავიზარდე თემიკო ჩირგაძე იყო ყოველთვის თამაში. ის კი არა ხიტლაძეც გახსოვს თურმე შენ. ის გასწავლიდა ქართულს სიმონიკას ხიტლაძე. სიმონიკას ხიტლაძე. მაგრამ ის იყო კლასიკა, იმიტომ რომ ლექსები იცოდა რაღაც, საოცარი კაცი იყო. კი ბატონო. მაგრამ თემიკო იყო, ნუ აი ჩილოვეკ ორკესტრი ხო არის? ფერვერკი იყო თემიკო. ეხლა ერთი რაღაც ხდებოდა რომ მამაჩემის დაბადების დღეს აი ფილმში თუ გახსოვს რა? ცისფერმთებში რა. დღეს 9 აპრილი ამაშია საქმე. ამაში. მაშინ 9 აპრილი არ იყო ჯერ მუხტარი ის. ხო და 9 აპრილს იყო მამაჩემის დაბადების დღე. აჰა. ხო და თუ მარტოდ მეგობრები იკრიბებოდნენ, ნუ მეგობრები ბავშვობის მეგობრები ამის არის მე მღეროდნენ რაღაც, მაგრამ თემიკოს ჩვეულებრივად მიყავდა სუფრა, არაფერი განსაკუთრებული არ იყო. თუ ვიღაცა ერთი მაინც იყო სხვა უცხოელი, ნუ სხვა. მაშინ აი იმაზე აწყობდა რაღაცებს. ერთხელ მახსოვს გიორგი შენგელაემ მოიყვანა გადაღებიდან, მოიყვანა ტაჯიკურ ტანსაცმელში ტაჯიკი ხალი. და იუმორის ნობა არ ქონდა სხვა შორის იმ ტაჯიკ ხალს რა, საერთოდ. ხო რა, დეტალად. თემიკო არ ვიცი. ხო და თემიკომ წაიყვანა სუფრა ტაჯიკურად. ისე რომ ტაჯიკური არ იცოდა რა თქმა უნდა. ნუ უნიკალური პიროვნება და ერთხელ ეს ხო კოჟედუ ყველა ედაზე ლაპარაკობდა. პოსედოთ პოლიგლოტი იყო, არაფერი არ იცოდა. არაფერი, აი ესე იგი, არც განათლება ქონდა მუსიკალური, უკრავდა გადასარევად. კი ბატონო. კი ბატონო. ნუ ესე ერთი იყო მახსოვს ეგ მაშინ გაუშვეს ლეიტენანტი იყო მაშინ კოჟედუბთან და ოთახში იყო ვიღაც ლეიტენანტთან ერთად რა. და ის დარჩა იქ, ნუ თემიკო მე წამოვიდა ექიმი. აქ იყო მთავარი ექიმი იყო ერთი იმის ინსტიტუტის და ის გახდა გენერალი. და ნუ მეგობრობდნენ ისინი, მიწერ-მოწარა ქონდა და ერთ ჩვენი დღეს მამაჩემის დაბადების დღეზე ზარია ვაღებ მე კარს და შემოდის თემიკო გენერალთან ერთად. ლიჩკები ქონდა, იმ ცისფერი ლიჩკები რა ხო იცი, ავიაციის გენერალი იყო. ხო. ესე იგი მთელი სუფრა აწყო ავიაციაზე რა. Всё выше и выше и выше, всё выше валют наших птиц. Გაგიჟდა ის კაცი. გენიოსი. გენიალური. ნუ ფრანგებს ჟერარ ფილიპის მეუღლეს ფრანგულად ელაპარაკა და გაუგნებელი უყურებდა ეს და მე უთხრა ვიღაცა ფრანგულად მელაპარაკება და არ მესმისო და რატო? გენიალური, უდი აი არ ვიცი რა. რაღაცები არის დატოვებული ახლა. იცი რა, თან ისეთი იუმორი ქონდა, საოცარი. მე ვთვლი რომ იუმორის თუ არ აქვს ადამიანს ნუ ცოდვა რა უბრალოდ ელემენტარული. არა, საშინელება. აი ერთ ამბავს მოვყვებით როგორ რა. კი, გვაქვს დრო, კი ბატონო. მამაჩემი თენგიზი მუშაობდა ერთი პერიოდი, მუშაობდა მინისტრის მოადგილედ განათლების სამინისტროში. ინჟინერი იყო თან. ხო, მაგრამ როგორ იყო ის რომ ყველა სამინისტროში ერთი მოადგილე იყო მშენებლობის დარგში. ეგრე იყო, მაშინ არ იყო ეს დეველოპერები და ტენდერები და რაღაცები, ერთი თავის სამართლობები და რაღაცები ქონოდა, ისინი აშენებდნენ, სკოლებზე იყო ლაპარაკი. ხო და ისე მოხდა რომ მოსკოვში რაღაცაზე მიდიან ვინ ახლა? ოთარი თანიშვილი, მაშინ ქალაქის მერი იყო, დიდი ოთარი. კი ბატონო. გურამ პატარაია, ზურაბ წერეთელი და ვიღაცები კიდე ხო გვარებს შავად ჩამოსვლენ, შეიძლება შემეშალოს. ხო და მაშინ არ იყო ვიპ გასასვლელი, იყო დეპუტატსკაია კომნატა ეგ. ხო და ესენი მოგვიხედა რომ დეპუტატსკაია კომნატაში სვავენ ყავას. და ოთარი ეუბნება გურამ პატარაეს რომ აი ამდენი ახლობელი ერთად მივდივართ რა და როგორი შანსია რომ ერთად დავიღუპოთ სუყოლანიო და ის ეუბნება ცოტა რუსულენოვანი იყო ეს გურამი და это такой же шанс как выиграть в лотерею 10 000. აფრინდნენ, მაშინ იყო თუ-154. მაგას აქ ქონდა, ხო, აღარ დაფრინავს. მაგას ქონდა 3 ესეთი ძრავა და 2 ძრავა და 3 ტურბო რაღაცა ქონდა, რომელთანაც თვითონ ბაკები იყო იმისი, ბენზინის თუ რაღაც. მოგეთ, როცა ერთში თავდებოდა, ბენზინი ავტომატურად გადადიოდა მეორე.
და შტურმანს დავიწყებია და თუნდაც მათ ყოფილა ისეთი რაღაცა რომ შეგვიძლია ხელით გადაიყვანო ბენზინი შეგვიძლია გადაიყვანო იმით ავტომატურად ხელით იყო ეს ჩართული მოგეთ გათავდა კიდე კაი ამას აკრეფილი ქონდა ბოლომდე 10,000 კილომეტრზე ასული იყო კავკასიონზე გადავიდა უკვე და გათავდა ერთ ბაქში ბენზინი და ჩაქრა ეხლა წარმოიდგინე ეხლა მამაჩემი რასაც ყვებოდა რა აი მანქანა რო იქოქება და რო ვერ იქოქება თან ეცემა აი იამას რო ეძახიან როგორც იამა გრძელდება ძალიან დიდხანს რა ნუ ეცემა რა ფაქტიურად რა და ნუ დარბიანის სტუარდესები ვიღაცები პაკეტებით რაღაცებით პანიკა საშინელება ეცემა რა კი ბატონო და ოთარი მიუბრუნდა გურავს და გურა მე მგონი ვიგებთ ხო კარგი ხო და მე რო ჩამოფრინდა ის გალღვა ტემპერატურა არის მინუს რაღაც 50 და გაიყინა გესმის გაიყინა და იმიტომ ვერ დაქოქეს და მე რო ჩამოვიდა უკვე მინბოც დაუმიზნა აეროპორტს რო ჩამოვიდა ეს გალღვა და რაღაც მომენტში დაიქოქა და დაიძა გენიალურია მომია მაგრამ ესე იგი რა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში იუმორს ზომა არ დაუკარგავს არა მე მგონი ვიგებთო ზამოგებულები დარჩებოდეთ ეხა მაინტერესებს შენი მონაგარზე მითხარი ერთი ორი სიტყვა შვილები რამე როგორ არის აქ საქმეები როგორ შვილი ხო კი ბატონო ხო და რა ხდება იქ შვილი საკავს მე როგორც არა ორი ბიჭი ორი ვაჩნაზე აჰა ორი ვაჩნაზე ერთი ის იტალიაში სწავლობს რომიდან 1 საათი სავალზე არის უნივერსიტეტი სხვა შეს აი როგორ საოცარი ხალხია მაინც იტალიელები რა ну თავიდან იყო ესეთი დიზაინი და არქიტექტურა მშენებლობა რაღაცებზე სწავლობს თან ირაკლიზე მაღალია 2 მეტრი და რაღაცა რა კალათბურთის ნაკრებში თამაშობს ეს მიხო ხო და იქ გაიგეს რომ მაინც და მაინც განვითარებული ქვეყანა ну არა ვართ რა ისეთი რა ხო 3,000 ევრო რო ღირდა თვითონ დაიბარეს და უთხრეს რომ ჩვენო დაგიკლებთ თავის ინიციატივით რამდენს ახდენებენ 300 ევროს წელიწადში ეს არის თითქმის 3ჯერ ნაკლები 2.5-ჯერ ნაკლები ვიდრე ჩვენთან სახელმწიფო უნივერსიტეტში და შვილი რა პროფესიის არის ჩემო შვილი არის არქიტექტორი მეორე შვილი ის 12-13 წელს გახდება ახლა არა პარამეტრებით იმაზე დიდი უნდა გაიზარდოს ეხლა ირაკლი არის 80 მეტრა 95 მეტრი მიხო არის 2 მეტრი მე მგონი ცოტა მეტი რა 1 სანტიმეტრით მეტია მაგრამ ამას ესე იგი ამას აქში 13 წლის 12 წელი გახდება აი ეს ალექსანდრე უფრო დიდი უნდა გაიზარდოს იმიტომ რომ რაღაც აკრიფა სპორტი როგორ იყო თქვენთან ეხლა რა კალათბურთი უნდა ყოფილიყო თქვენთან არა ის ნაკრებში იყო თქო ხო აჰა კი მაგრამ შენთან სპორტი როგორ მიდან შენთან სპორტი როგორ იყავი დედაჩემი მუშაობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში და ამიტომ ყველაზე კარგი ჩემთვის რაც ავარჩიეთ რა იყო 5 ჭიდი ეგეთი არის ვიცი თუ მე ვინაიდან პიონერ სასახლეში დავდიოდი მუსიკაზეც დავდიოდი მათემატიკურ სკოლაში სწავლობდი ესე ყველა 5-ვეზე ვერ მოვასწარი რა და დავდიოდი მარტო სროლაზე იმაზე ცურვაზე და ცხენებზე აჰა და კიდე იყო 2 სირბილი იყო და კიდე რაღაცა იყო ხო რაღაცა იყო კიდე 5 ჭიდი ხო და მე აი ბოლოს 7 წელია გადავწყვიტე რომ თავს მივხედო ასე ვთქვა და ყოველ დღე დავდივარ აუზზე და ცურავ მე ყოველ დღე ვერ დავდივარ ისეა ჩემი მაგალითად მყავს ერთი არის ეგეთი გადასარევი ადამიანი გურამ კალანდაზე თურქეთსა ასე ვთქვა რომელიც გახდება სექტემბერში თუ არ ვცდები 92 წლის და ყოველ დღე არენა 1-ზე მანქანით მიდის ცურავს 500 მეტრს და მოდის რა 91 წლის არის აი დავდივარ 4 თვე 500 მეტრზე მეტი კი ვერ გავწუხე მეტი არც არის მე მგონი საჭი 91 მეტრის 500 მეტრს რო ცურავ რას ლაპარაკობ ჩემო კარგო ეხლა რაღაცა ვაფშე მახსოვს რომ რაღაცა იპროდიუსერი კიდევაც ამ რაღაც პროდიუსერობას რაღაც კოკოჩაკითან მუშაობდი ეგეთი რაღაცები მოგი მაინც რაღაცა იცი რა იყო მე ხო უნივერსიტეტში ვარ
ისე შეკითხულობ ხა ხო რა? ეხლა ვარ მედიცინის ფაკულტეტზე, ხო, მედიცინის ფაკულტეტზე. და ისე მოხდა რომ მე გოგოჩაშვილს მე ვიცნობ ელდარისგან ძალიან ახლო მეგობრები არიან, ელდარის და მერაბი და გადაწყდა ერთმა სტუდენტმა შემოგთავაზა სხვა შორის ეგეთი პროექტი, რომ ერქვა ესე იგი მათ შექმნეს უნივერსიტეტი. ეს იყო 13 ადამიანი, ვინც დაარსა რა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ხო და ხო არ გავაკეთოთ ამაზე დოკუმენტური ფილმებიო. და დავიწყეთ რა თქმა უნდა ივანე ჯავახიშვილით. და რო ვიწყებდით მერაბმა მითხარ რომ შენ პროდიუსერი იქნებიო. მე ხა მე მერაბს უარი არ უთხარი, მაგრამ სასწრაფოდ დავედი მე და ვნახე პროდიუსერი რა არის და არ ვიცოდი. ხო, გასაგებია. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ რაღაცა ნიჭი აღმოგვასწრა. როგორ საბოლოო ჯამში ეხლა ისი როგორ ერთი პერიოდი გადაუხვიეთ, იმიტომ რომ აი ხა მე როგორ არის იქ ჩავთეთ, მე ისე მოხდა რომ ვერ აფინანსებდა უნივერსიტეტი მთლიანად. და ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაერთო მაგაში. და მერაბი ეხლა რა არის მთხრობელი, ერთი ბესიკ გაფრინდაშვილი არის რეჟისორი. და აი ესე მივყვებით აი ამ დამფუძნებლებს რა. საინტერესო რა, ხო ერთი ქალი გავურიეთ, რომელიც არ იყო დამფუძნებელი, მაგრამ ელისაბედ ორბელიანი იყო ესეთი, რომელიც ბაგრატიანი იყო სინამდვილეში, ორბელიანს გაყვა ცოლად და ეს ელისაბედ ორბელიანი რატო ჩავთეთ იცი რომ მერაბს ახსოვდა, იცნობდა კარგად გოგოჩაშვილს. და პრინციპში ეხლა კიდე გადავუხვიეთ თემას და ნიკო კეცხოველზე კეთდება ეხლა ფილმი. აჰა. რომელიც ნუ საოცარი რეკლამა. ისე ბატონი მერაბი აკეთებს გოგოჩაშვილი. ისი როგორ არის ბესო არის რეჟისორი და მერაბი არის მთხრობელი. გასაგებია. თან აი მთხრობელია სხვადასხვა. კი ძალიან ძალიან მთხრობელია. და ეხლა პრინციპში აი რომ შევკრათ ეს დაგვრჩა ერთი კოტე აფხაზი რომელიც ძალიან საინტერესო რაღაც პიროვნება იყო იცი ეგ ისტორია. ილიას დიშვილი და ნუ საოცარი. ხა და როგორ დახვიტეს? კი, დახვიტა მე თამაშობდი კაკოსა ჩოლოყაშვილში ვიცხრიტავს მაგათ რა და ასე რომ ეგ ისტორია ვაკის პარკის ტერიტორიაზე კი. პირველი უცხარო პირველი მე დამხვრიტეს რომ არ მაყურებინოთ. ტექსტიც ვიცი მაგის ეხლა ციტირებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ 54 წლის იყო მაშინ გენერალი. მე ბედნიერი ვარ რომ ყვდებიო რა ეხლა ციტირებას ვერ გავაკეთებ და ამიტომ თავში ვიკავე. მაგრამ ტექსტიც ვიცოდი ეხლა რა თქვა ბოლო სიტყვები დახრეთის წინ რა. აგერ ვაკის პარკის ტერიტორიაზე დახვეწე. სულუკიძე მაგასთან ერთად კიდე ნუ რამდენიმე ანდრონიკაშვილიც იყო. ანდრონიკაშვილიც იყო კი 14 კაცი. 14 კაცი დახვეწეს კი ბატონო. კი კაცი. ძალიან სასიამოვნო იყო მერაბთან ურთიერთობა რა. აბარა რა თქმა უნდა. იცი რა საოცარი კაცი. თბილი კაცი, საოცარი კაცი. მე მქონდა ბედნიერება ვიცამაშე მის ფილმში, ერთ ფილმში და ასე რომ შემოკარგო აი რა გითხრა მე აი უღრმესი მადლობა დრო თავისაშვება და რეგლამენტი გვაქვს და თუ გააქვს სურვილი და მე მოკლე სიმღერა გვიმყოლო თუ არა და არ არის პრობლემა თუ ხმაზე არ ახარ თან დაკრული არა გაქვს შენ ვიცი რომ ხიზენი ვერ მღერი მიჭის ხო კიცის რა ხო და ამიტომ არ არის პრობლემა შემოკარგო და უღრმესი მადლობა ბიჭო მოგახსენო მადლობა თქვენ. ამ საოცარი ისტორიების ხა რაც შენ მოგვიყევი, მე დარწმუნებული ვარ რომ ამას ხა ეყოლება მეყოლებელი და სიამოვნებით მოისმენდა ამას. ის ადამიანები რომლებიც ამას გარკვეულად რაღაცა ელემენტარულად რაღაც პატრიოტული გზნობები ელემენტარული თუ გააჩნიათ რა და მე მინდა წარმატებები გისურვო შემოგარგო ადამიანო. მე მინდა მომიკითხო ჩემი მარინა, ჩემი ძმაკაცი, შენი მეუღლე. ძალიან მინდა აქედან მოვიკითხო. ძალიან მიყვარს, ძალიან კარგი ადამიანია და გადავეყაროთ მე ერთმანეთს მიკროფონების გარეშე რა. აუცილებლად. მიკროფონების გარეშე გადავეყაროთ ერთმანეთს რა. ბატონებო და ქალბატონებო, ეს იყო ჩემო ბატონო 98.5 რადიო სივრცე მოგეხსენება და გადაცემა ჯაპანას პაპანაკება. ისე და ისე ხუჩაბაც თქვენთან ერთად ვიქნები, ასე რომ ერთი კვირით გემშვიდობებით იყავით ჯანზე, იყავით ბედნიერები და ჯანმრთელები და მოუვარეთ ერთმანეთს ჩემო ბატონო. მომავალ შეხვედრაზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა.